მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით სხვა ფორმატით. იმედია, კარგი რაკურსია და ყველაფერი კარგად ჩვენს უკან და აწეწილი არაფერი არ არის, ამიტომ დავიწყოთ. გვექნება საუბარი YouTube-ზე და YouTuber-ებზე. ბევრი არ იცნობთ გამომწერები ამ YouTuber-ებს, ვისაც აფოლოვებთ, ვისაც უყურებთ და დღეს გაიგებთ ნამდვილად რას წარმოადგენენ რეალურ ცხოვრებაში ისინი. დაკვირვებით და გამოცდილებით, ვისაც ვიცნობ, მასზე ვისაუბრებ. ამიტომ ეს ვიდეო იქნება YouTuber-ებზე და მათ ნამდვილ პიროვნებებზე და სახეებზე. ამ ვიდეოში არ იქნება დანდობა, ყველამ უნდა გაიგოს, ვის უყურებს და რატო უყურებს, ვინ არიან ისინი ნამდვილად და როგორები არიან რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ მე ვისაც ვიცნობ, მათზე ვისაუბრებ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. ეს ძალიან კაი შესავალი იქნება. ეს ვიდეო იმიტომ მინდოდა ჩამეწერა, რომ უკვე 15 მაისს არის 1 წელი, რაც YouTube ვიდეოების ჩაწერა დავიწყე. ამ 1 წელში YouTube-ს იმაზე მეტად დაუახლოვდი, ვიდრე მეგონა. გავიცანი რამდენიმე YouTuber-ი. მინდა ეს 1 წლიანი გზა მოკლედ ამ ვიდეოში ჩავსვა და გამოხატო ის ემოციები, რაც ამ 1 წელმა მომიტანა მე ამ ჩემს პატარა YouTube კარიერაში. იდეა, რომ ეს ვიდეო ჩამეწერა მომაწოდა ჩემმა თანამებრძოლმა ელომ, რომელიც ასევე არის გოგო YouTuber-ი და ვცდილობთ, რომ ერთად დავიპყროთ ეს სივრცე და ვნახოთ, როგორ გამოგვია. რამდენიმე წელში იმედია ძალიან ცნობილი და კარგი YouTuber-ები ვიქნებით და დავდგებით. დავიწყოთ თავიდან. ესე ახლო შეხება YouTuber-ებთან და YouTube-თან დაახლოებით წინა წლის 20-25 წლის აფხულში მქონდა. პირველად ვიყავი მე მგონი ესე სტუდიურად ჩაწერაზე გაცოცხლებულზე რამდენჯერმე და რა თქმა უნდა ძალიან კარგი ემოციებით დავიმუხტე. სრულიად სხვა სამყარო არის კადრს მიღმა და მართლაც რომ ყველა ოქტოპუსერები არაჩვეულები ადამიანები არიან და ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ გამომწერებთანაც და ისედაც ზოგადადაც ადამიანებთან. ეს ბარიერი არ იქრძნობა, რომ ვთქვათ ისინი YouTuber-ები არიან, ბევრი გამომწერები ყავთ და მსგავსი რაღაც და უშუალოები არიან ძალიან და მე ის მომეწონა ყველაზე მეტად, რომ ყველა ჩაწერაზე აზრს გვეკითხებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდათ რომ გააკეთოთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ასე ვთქვათ გამომწერების აზრი და ვინც იცნობთ ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც რომ ოჯახის წევრები არიან და ეს ბარიერი არ გაქვს, რომ ადამიანს არ იცნობ და მერე იქ უფრო გიმტკიცდება მისი პირადი ურთიერთობისგან, რომ მართლა შენს თითქოს გიცნობს და ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს მოკლედ მათ მიმართ და იქ სულ სხვა არის და მართლა ეკრანზე სულ სხვა არის. იქ ძალიან სახალისო არის, ძალიან ბევრი რაღაც ხდება და მოკლედ ძალიან კარგი იყო. ბოლო პერიოდში დაახლოებით 1 თვის წინ ვიყავი ასევე მათ ბოლო ვიდეოზე ჩაწერაზე და იქაც საოცარი ატმოსფერო იყო და იქაც საოცარი ოჯახური გარემო და მართლაც რომ ისეთები არიან, როგორებიც თქვათ ვიდეოებში და უფრო მეტად კარგებიც თითქოს აი მართლა მეგობარი ვნახეთ და იქ განვიხილავდით სხვადასხვა თემებს. ძალიან მეგობრული გარემო, ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უყურო ადამიანს გიყვარდეს და პატივს სცემდეთ. ამ პერიოდის მერე სადღაც დეკემბერში პირველი გადაცემა გააკეთა ლაშამ. ისეთი რომ გამომწერებიც ესწრებოდნენ და ამ გამომწერებში მგონი მე პირველად დავაკომენტარე თუ ვივწერე და მოხვდი ჩაწერაზე და იქაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი გარემო იყო. ლაშა ესე პირადად არ გამიცნია, მაგრამ დაახლოებით რა თქმა უნდა ყველას ყურადღებას გვაქცევდა, გვესალმებოდა და სანამ თქვათ რაღაც ჩაწერის ამბები მიმდინარეობდა, ამ ჩაწერაზე გავიცანი რაბანამ, რომელმაც როცა გაიგო რომ YouTube-ს ვაკეთებდი და ვცდილობდი YouTuber-ობას, ეგრევე გადმოხტა და გამომკითხა ყველაფერი ჩემი YouTube არხი ნახა, რჩევები მომცა, მისი დამსახურება სხვათა შორის რომ სახელი შევიცვალე, Cook and Talk ერქვა ჩემს არხს და ეხა Cook Salome ქვია და მან მირჩია რომ რაღაცა სახელი დამერქვა და ჩემს სახელთან და პიროვნებასთან ასოცირდებოდეს ჩემი YouTube-ი, როგორც ვთქვათ, ინდივიდუალური YouTuber-ი. და შემდეგ ვიდეოზე, რასაც ვაპირებთ ჩაწერას, იმაზეც ძალიან ბევრი რჩევები მომცა და როცა გავაკეთე ეს ვიდეო, მეც მქონდა უკავშირი და მანდაც მივწერე და ძალიან ბევრი რჩევები მომცა, ისევ რა თქმა უნდა და მოკლედ ძალიან უშუალო და საყვარელი არის რაბანაც, იმიტომ რომ
ესე ვიღაცის გამო მართლა არ შეწუხდები ადამიანი თუ რაღაცა შენში არ ზის რომ რაღაცა იცი რა გზაც არის იუთუბერობა, იცი რა გზა აქვს გამოვლილი, თქვათ, თვითონ რა გზაც აქვს გამოვლილი და ესე რომ დამწყებს ესე ამდენ კარგ რჩევას მისცემს, თან შეიძლება ეს დიდად რაღაცას არ ნიშნავდეს, რომ რაღაცა სასწაული მოგცა, მაგრამ რაღაცა გადამწყვეტი და პატარა რჩევაც კი შეიძლება ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავდეს და ჩემთვის პირადად ესე იყო და აგერ მისი რჩევით მართლა შევიცვალე სახელი და დავარქვი ჩემი სახელი და თავში cook, იმიტომ რომ ეს იუთუბერული ის შეიძლება ესე განვიხილოთ, რომ არის რაღაცა let me cook, ანუ მათადე რომ რაღაცები კარგად ვაკეთო და ესეც ჩავსვი მოკლედ ამ ჩემს სახელში და ოზი დამიკავშირდა და რაბანეს გადაცემაშიც მივიღე მონაწილეობა, რომელიც შეგიძლიათ იყიროს რაბანეს არხზე და ალბათ ბევრმაც იხილა და იქ უკვე ძალიან საოცარი გარემო იყო მართლა, ოზიც ძალიან უშუალო არის და ძალიან მეგობრული და იქ ვნახე ჰიტაც, ლაშაც, ჰიტა მანამდე კრეატორს ამიძეს ვყავდა ნანახი და ძალიან კარგი რჩევები მომცა, სხვათა შორის მე მივედი და დაველაპარაკე და როგორც სოლო იუთუბერს ვკითხე აზრი და ძალიან კარგი რჩევა მომცა მანაც რომ მითხრა რომ ნაკლები დანახარჯითო მიიღეო მაქსიმალური შედეგიო და ამას ვცდილობ სულ ეს მაგ ტვინში გამჯდარი რომ მსგავსად მოვიქცე და კარგი ვიდეოები გადავიღო და ეს რჩევაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რაბანას ჩაწერაზეც ჩემდა გასაკვირად ლაშამ ვიდეოშიც აღნიშნა რომ თურმე ვახსოვდი რომ ის პირველ ჩაწერაზე ვიყავი ძალიან მესიამოვნა რომ ანუ მართლა ხვდება და აფასებს მოკლედ მასთან ვინ მიდის გამომწერებ და ასე შემდეგ და ეს ჟესტიც ძალიან მომეწონა რომ ასე ვთქვათ შემიმჩნია და ახსოვდა ვინ ვიყავი და რას ვაკეთებდი და ესეც ძალიან მესიამოვნა. ვიცი ჰიტაც არ არის ძალიან კომუნიკაბელური, მაგრამ უკეთილესი ადამიანია, რასაც მე ვხედავ და რასაც ვუყურებ და მართლა როგორც კაკომ აღნიშნა, არ შეგრცხვება ადამიანს, ვინც ხარ ფანი და გამომწერი არასდროს. უკარგესი მართლა და უსაყვარლესი, ძალიან კარგი გამოცდილება და იმედია მეტი იქნება. აღნიშნე, მაგრამ ამოჭრილი იყო, რა თქმა უნდა, რაბანა მომიჭრა, ამისთვის მოეთხოვება პასუხი. რომ ვამბობდი, რომ მინდა იმდენი ფოლოვერი მყავდეს, რომ ოზი მომიწვიოს თავის მუსიკალურ გადაცემაში და ოზი ეს მიმართვა ისევ ძალაში რჩება, რომ იცოდა. კიდე მინდოდა რომ მელაპარაკა G2G-ზე, მას ესე ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ როცა მინდოდა ჩემი არხის გაზიარება და ვიდეოს გაზიარება, არხის გაზიარება მის ჯგუფში, მივწერე და რა თქმა უნდა, უსიტყვოდ დამთანხმდა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ასე მხარდაჭერა გამომიცხადა. და საერთოდაც მაფიის დამსახურებაა, უკვე წლებია, რომ ამდენი იუთუბერი გავიცანი გულისხმობ ეკრანზე გავიცანი და ვუყურებ. შემდეგი ვისაც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის კაკო და ბაბი. კაკოს მაყურებელი, რა თქმა უნდა, ვარ აქტიურად იმ პერიოდიდან, როცა ისინი სამხრეთ ამერიკაში იყვნენ. სხვათა შორის როცა კაკოს ედო თავის სტორზე კითხვა თუ რა გესიამოვნებოდა რომ მოგესმინეთ შემგან როგორც დამწყებ იუთუბერს და მე მივწერე რომ არ აქვს მნიშვნელობა რითი გადაიღებ რა ხარისხით როგორ მთავარია დაიწყო და არ შეგეშინდეს და ამაზე მომწერა რომ მართალია და კაი მაშინ მეთქი ვიწყებ თქო და მეორე დღეს გადავიღე ჩემი პირველი YouTube ვიდეო. წარმოიდგინეთ, ანუ ერთი სიტყვა იყო საკმარისი რომ დავეწყო ეს და მე მგონი კაკოს დამსახურება ის ვიდეო რო გადავიღე და იმის მერე სულ ვიღებ და ვიღებ. ხო და ბაბის community-ში ვიყავი და ერთხელ ჩემს ვიდეოში აღნიშნე რომ ძალიან კარგი რჩევები ქონდა და ეხა აღარ აქვს და ბაბი ველოდებით მოკლედ ბაბიც აქედან გავიცანი და მერე უკვე კაკოს მხარდაჭერა იყო ჩემს გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი მისი დამსახურებით მოხვდი კრეატორ სამიტზე სადაც უამრავი იუთუბერიც ვნახე ესე გავესაუბრე კიდეც და ბევრი რაღაც გავიგე სხვათა შორის და ძალიან დამეხმარა ეს და კაკოც პირველად ესე ლაივში მან ვნახე და ძალიან კარგად ასე ვთქვათ ძალიან ბევრი ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა გვქონდა და კაკოს გუნდის წევრებიც მან ვნახე. უბრალოდ ბაბი არ გამიცნია ესე პირადად, მაგრამ შორიდან ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ მას და ორივე ერთად ხო საერთოდ. ორივე ერთად აი აქ არის.
გულთან დატანებული. კაი ეს ხუმრობით. კაკო მხოლოდ მაგიტო არ არის მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს YouTube კარიერაში. რამდენჯერმე და ძალიან ბევრჯერ მის community-ში გაუზიარებია ჩემი ვიდეო და მხარდაჭერა გამოუთქვამს ჩემთვის და ანუ ეტყობა რომ როგორც ქალებს ისე დამწყებ YouTuber-ებს და დამწყებ კონტენტ კრეატორებს ძალიან ეხმარება და აი ეს ყოველთვის ჩანს და ყოველთვის ვაფასებ. მართლა ვგრძნობ მისგან დაფასებას და მეც ჩემი მხრივ სადაც და როგორც მიმიჭდება საშუალება ყოველთვის მხარს დავუჭერ და ეს მაისური და მათი მერჩიც მივიღე საჩუქრად და ამისთვისაც ძალიან მადლიარი ვარ. და ბოლოს უნდა ვისაუბრო ისეთ ადამიანზე, რომელსაც უკავშირდება ჩემი კარიერა და ანუ კარიერა ისე ხმამაღლა ვამბობ, რომ ჯერ აწყობილი არ მაქვს, ჯერჯერობით YouTube-ზე 607 გამომწერი ყავს მე მგონი, მაგრამ ეს ერთი წლისთვის მგონია რომ ძალიან კარგი შედეგია და შემდეგ უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ მეც ვაპირებ რომ გავაქტიურდე. ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს არ ვიცი, კაკოს და ამ ადამიანს მე მგონი ყველაზე მეტად მიუძღვით წვლილი ჩემს ასე ვთქვათ, განვითარებაში და ეს არის ანანო. ანანო არის ის ადამიანი, რომელიც აი პირველივე ნაბიჯებიდან ისეთ რჩევებს მაძლევდა, რომელიც ძალიან გამომადგა thumbnail-ებთან დაკავშირებით, ვიდეოს აწყობასთან დაკავშირებით, ანუ ადამიანს არ დაეზარა და ყველაფერი ძალიან კარგად ამიხსნა და ჩემი thumbnail-ები თუ ეხა ესეთია და ვინმეს მოგწონთ მისი დამსახურება, თუნდაც ის რომ კონტენტი შევცვალე YouTube-ზე სრულიად, ესეც მისი დამსახურება და უფრო კონცენტრირდი challenge-ებზე რაღაცა სახალისო ვიდეოებზე გასართობად ეხა მინდა რომ რაღაც თამაშებიც მოვიფიქრო და მინდა რომ ბოლომდე გამოვხატო მოკლედ ჩემი თავი და ბევრი რაღაც ვცადო და ეს ყველაფერი მართლა დამსახურება არის ანანოსი. ანანოს დამსახურება ისიც არის რომ short ფორმატში ძალიან გავაქტიურდი იანვრიდან და სრულიად შევცვალე მოკლედ კონტენტი. ჩემი კულინარიული კონტენტი გადმოვიდა short ფორმატში TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, იქ ვდებ ჯერჯერობით ჯანსაღ რეცეპტებს, იმიტომ რომ ჯანსაღ კვებაზე ვარ. და შიგადაში იქნება სხვადასხვა რეცეპტებიც ალბათ მერე უფრო, მაგრამ ეს მგონია რომ უფრო ეხმარება ადამიანებს და უკავშირიც კარგი მაქვს. ანუ მივხედე მოკლედ ამ ჩემ short ფორმატებს და ეს ანანოს დამსახურება, იმიტომ რომ მითხრა რომ მიაწექიო და აუცილებლად გამოიყენე ეს პლატფორმებითო და YouTube-ზე სრულიად სხვა კონტენტი უნდა გავაკეთო და ეს ორი კონტენტ მიმართულება იქნება ჩემი მოკლედ. ძალიან კარგი შედეგები მაქვს ამ მიმართულებითაც და ძალიან კარგი ნახვები, ძალიან კარგი უკავშირები და მადლობას ვუხდი აქედანაც და ისედაც მიმოწერა გვაქვს და ესე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ იმედია მალე გავიცნობ, მაგრამ მიმოწერით იმდენად ბევრი რაღაცები გვაქვს ერთმანეთს გაზიარებული, რომ ეს ჩემთვის ძალიან კარგი არის და ძალიან მეხმარება და მეც აი ყოველთვის დავუჭერ მას მხარს და ბევრჯერაც დამიწერია კომენტარში და ეხაც მივმართავ კომპანიებს, რომ აი მართლა სირცხვილია, რომ ასეთ YouTuber-ებს როგორც არის ანანო არ ასპონსორებენ და ვიდეოებიდან გამომდინარე ვაკეთებ ხოლმე ჩემ რაღაცებსაც და ბევრი რაღაცები მისგან მაქვს აღებული. ნიჭიერი გოგო არის და მე მგონი არ უყვარს ნიჭიერს რო ვიძახი, იმიტომ რომ შრომით მიაღწია ამ ყველაფერს, მოდი ასე ვიტყოდი და ანანოს სპონსორი უფრო გამიხარდება, ვიდრე ჩემი აი მართლა რეალურად. იმდენად მინდა რომ YouTube-ზე დაბრუნდეს და ძალიან ხშირი ვიდეოები დადოს, რომ ამიტომ დაინახეთ, თვალები გაახილეთ. თქვენს პრესტიჟზე იფიქრეთ. ასე მინდოდა მოკლედ ჩემი მადლიერება გამომეხატა YouTuber-ების მიმართ, ვისაც ვიცნობ პირადად და ამის იქით რა თქმა უნდა, ბევრს უყურებ და ბევრს ვაფასებ და ბევრი მიყვარს, არ გეგონოთ რომ მხოლოდ ამით შემოიფარგლებო ჩემი YouTube სამყარო და ინტერესები, მაგრამ მინდოდა ეს პირადად ვისთანაც რა გამოცდილება მქონდა გამეზიარება თქვენთვის და ხო, YouTube-ი მართლა არის პატარა ოჯახი. არ ვთვლი ისეთ YouTuber-ებს, რომლებიც სტრიმზე ვიღაცებს აკნინებენ, აგინებენ და ერთმანეთს შეურაცხყოფებს აყენებენ. მე აქეთა YouTuber-ებთან ვარ და არ მინდა რომ იმათთან რაღაცა კავშირიან მაყურებელი ვიყო მათი, ამიტომ ხვდებით ალბათ ვისზე მაქვს საუბარი. პატარა ოჯახი. მგონია რომ ვისაც არ უნდა მივწერო და ვისაც არ უნდა ვკითხო აზრი. ყველა ძალიან დამეხმარება და ძალიან კარგ უკავშირს მომცემენ. ნიშნულოვანი იყო რომ ეს ჩამეწერა ერთი წლის თავზე და მე თქვა რომ ეს ერთი წელი ძალიან
ნაყოფიერი იყო ჩემთვის და ეს ამით არ მთავრდება მეგობრებო, მე ვაგრძელებ, მინდა რომ ჩემს თავს და ყველას დაუმტკიცო, რომ მე შემიძლია გავხდე კარგი იუთუბერი და მადლობა გადაუხადო იმ იუთუბერებს, ვინც ამ გზაზე ოდნავ ცოტა მაინც წვლილი შეიტანა და თავიანთი ერთი სიტყვით რაღაცა გადამწყვეტი გააკეთა ჩემს ცხოვრებაში და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით YouTube-შიც და ზოგადად ადამიანობაშიც და საზოგადოებაშიც და ამიტომ ამის არ დაფასება ჩემი მხრიდან იქნებოდა ძალიან უმადურობა და აქედან უგზავნი ამ YouTuberებს და ყველას, ვინც ვერ მოხვდა ჩემს ვიდეოში და ძალიან მიყვარს, დიდ სიყვარულს და პატივისცემას და მადლიერებას. იდეები მაქვს არაჩვეულებრივად ბევრი, მაგრამ განხორციელების მხრივ ცოტა შებოჭილი ვარ, რაღაც ტექნიკური საკითხები არის ისეთი, რომ მაბრკოლებს, მაგრამ ამ ტექნიკურ საკითხებსაც მოვაგვარებ იმედია მალე და მე უკვე აქტიურად დავიწყებ კოლაბებსაც, იმედია დამთანხმდებიან კიდეც ჩემ ვიდეოებში მონაწილეობისთვის და მე ყველაფერი კარგად იქნება და წავა. ეს ვიდეო დაიდება 1 წლის თავზე, როცა დავდე ჩემი პირველი ვიდეო 15 ან 16 მაისი იქნება, 15-ში მე მგონი ჩავწერი და 16-ში დავდე. და მოდი დავდოთ იმავე თარიღში, როცა დაიდო ჩემი პირველი YouTube ვიდეო და მოგეწონათ. იმედია ბევრს გაიგებთ ჩემი ვიდეოდან ქართველ იუთუბერებზე. შეიძლება ახლოდან არ იცნობდეთ, მაგრამ მართლაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც არიან მოწოდებული იმისათვის, რომ გაგვახალისონ, დაგვეხმარონ და იყვნენ უბრალოდ ჩვენი შორეული მეგობრები, რომელთა იმედიც მგონია, რომ ყველას შეგიძლიათ გქონდეთ. აუცილებლად გააგრძელეთ ყველამ თქვენი საქმის კეთება, რაც გიყვართ და მეც აგერ 30 წლის ასაკში ვაპირებ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო და ამ საკითხში რამდენი წლის ხარ, როგორ ხარ, სად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა. ეცადეთ, რომ აუცილებლად მიაწვეთ იმას, რაც გიყვართ. გოცნით ყველას თქვენი ქუქ სალომე.